ვიყავი დღეიდან ამ გადაცემას. ჩვენ პირველი სტუმარი არის ქალბატონი მარიამი, რომელიც მოგვიყვება ქალის განვლილ გზაზე. როგორ იქცა პატარა გოგო წარმატებულ, შემდგარ, მრავალშვილიან დედად, რომელმაც მიაღწია თავის კარიერას, ყავს ოჯახი, არის დიასახლისი, ქალის მრავალ სახეზე მოგვიყვება მარიამი. მოგესალმებით. ბედნიერი ხოშები ამ სტუდიაში თქვენთან. არ არის მარტივი იყო დედა, თან მუშაო, გაზარდა 5 შვილი, დღეს 1 შვილის გაზარდაც კი გმირობა, არათუ მეტის და 5-ის და აქედან მივესალმები ყველა მრავალშვილიან დედას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჯგუფიც, კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, აძლიერებთ ერთმანეთს. ბევრი ხატავს ძივებს აწყობს, ზოგი ხარგავს და მოკლედ აი ამ შეხვედრებზე კიდევ ეცნობით ერთმანეთს და მინდა რომ ძალიან ბევრი დედა იყოს აქტიური, ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ კი შემდგარია ის ქალი, ვინც დიასახლისია, მაგრამ კიდევ უფრო შემდგარი და ძლიერია ის დედა, ვისაც ბევრი კომუნიკაცია აქვს, ვინც კიდევ მეტს ცდილობს, რომ თავისი ცხოვრება უნაობრად მოდით კონკრეტულ კითხვას და გისვამთ. რა გზა არის დედობიდან კარიერამდე, რამდენად მარტივია, ან რა სირთულეებს წარწყვით ამ გზაზე? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თვითონ დედობა არის ძალიან რთული და რა თქმა უნდა კიდე დამატებით იმუშაო და კიდე კარიერაში ცოცხლას მიაღწიო, ეს კიდევ უფრო რთული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მარტივდება, შენ როგორ შეხედავ ამ ყველაფერს, შენ როგორი მიმღებლობა გიქნება ამის მიმართ და რა თქმა უნდა იმ ადამიანებსაც, ვინც იმსუბუქებს ამ ტვირთს. მე ამ შემთხვევაში გამიმართლა, რომ დედა იყო ჩემს გვერდით, მაგრამ გამიმართლა თვითონ ჩემმა ბუნებამ, მათ რომ მე თვითონ არა ვარ ის პიროვნება, ვინც თქვათ მიღწეულით შევჩერდები და მიღწეული დამაკმაყოფილებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეს, რომ გინდოდეს სიცოცხლე. თავარი რამაც მიგიყვანეთ იმ კარიერულ წარმატებამდე ხართ მრავალშვილიანი დედა, ჯერდებით რომ არის დასახული მიზანი, რომლის ერთგულის რჩებით ნამდვილად არის მიზნის დასახვა, მისაღწევი გზების ძიება და ამ გზებზე არაჩვენება. სახლში ყავთ 5 შვილი. თქვენი სამუშაოც ბავშვებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ რასაც აკეთებს ძალიან უნდა გიყვარდეს. არათუ პროფესიონალიც უნდა იყო ამ საქმეში. ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მე იმდენად მიყვარს ეს ბავშვები, იმდენად გამოწვევა თითოეული დღე, თითოეული ბავშვისგან, რომ უკვე ვეღარ წარმოვიდგენია ამ გარემოს იქეთ ჩემი თავი და ჩემი არსებობა. მე დედობა, მასწავლა, ბავშვებთან ურთიერთობა და პირიქით ამ ბავშვებთან ურთიერთობა დამეხმარა დედობაში. იმიტომ რომ ყოველი დღე გახდა განსხვავებული. ყოველი ახალი ბავშვის ჩემ ცხოვრებაში თითქოს ახალი დღის და ახალი ცხოვრების დასაწყისია და აი ამან ძალიან გამიხარდა ცხოვრება, აი გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი ყოველი დღე იწყება სიახლით და ყოველი დღე მთავრდება აი რაღაცის შეჯამებით, რომ იცვლება რა თქმა უნდა ცხოვრება ჩვენს მიცვლებით და ყოველთვის ვსწავლობ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ. აუცილებლად მინდა შევეხო საკითხს, რომელიც განსხვავებთ სხვა ბანკის დირექტორებისგან. ძალიან დიდ სიამაყეს ვცნობ, რომ გიცნობთ. იმიტომ რომ თქვენ არის სტანდარტული მმართველი ბარის. თქვენ ხართ ბავშვების მეგობარი, ბუნებასთან ახლავთ ბავშვებს და თქვენი ნახვა უფრო ხშირად შესაძლებელია საბავშვო ბაღის ბაღში. სცენარებთან მოგითხარით ამ შესახებ. სწორად მოსულა თქვენამდე ინფორმაცია, ნამდვილად არ არის ბაღი რაღაც ისეთი ოთახში ჩაკეტილი სივრცე და თვითონ საბავშვო ბაღი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ვითარდება, იზრდება და ზუსტად ამას ვცდილობ, რომ ბავშვებს უყვარდეთ გარემო, უყვარდეთ ერთმანეთი და ის რაც ბავშვმა უნდა ისწავლოს სკოლამდელ ასაკში და რასაც ემსახურება ზოგადად სკოლამდელი აღზრდა და განათლება და ყალიბდება ის შესაძლებლად ისწავლება. 6 წლის ბავშვი ისეთი ნასწავლი და განვითარებულია,
მე ჩემთან პასუხისმგებლობა აღებული, რომ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, ეზოშიც შრომობენ, გუშინ მაგალითად ერთად გავბრუნდით ეზოში, გვემატებოდა და გვემატებოდა ბავშვები კი რა ლამის მშობლებით ჩაერთნენ. ზუსტად ერთი თვის წინ მქონდა მამების ტურნირი ფიზიკური შეკინება და იყო საოცრად სახალისო და აი ზუსტად ეს არის, აი ერთი ოჯახი უნდა იყოს და ჩვენ გასწავლობენ ისინი აქ ჩვენი მაგალითი, მშობლების მაგალითი, ბავშვები სწავლობენ მაგალითი, რასაც გვიყურებენ, იმას აკეთებენ. ამიტომ რაც მეტ კარგს გავაკეთებ, რაც მეტ სიყვარულს და სიკეთის დაინახავენ ისინი ჩვენში და ერთმანეთის მიმართ, რომ მე რომ მიყვარს მისი დედა და მამა, ისინი რომ კარგს იტყვიან ჩემზე, მის აღმზრდელზე და კოლექტივზე, აუცილებლად შევყვარდება მათ გარემოც, ერთმანეთით და აუცილებლად სიყვარული გადაარჩა სამყაროს. ასე გაციებულ სამყაროს. თქვენ რა სწავლობთ ბავშვებისგან? მე ბევრს სწავლობ ბავშვებისგან. თუნდაც ემოციის გამოხატვას სწავლობ ბავშვებისგან. მე ისე გავიზარდე, რომ მეგონა, რომ სულ კარგი უნდა ყოფილიყავი და სულ კარგად უნდა ყოფილიყავი. სხვათაშორის ერთ მაგალითს ვიყო, ჩემი მეოთხე შვილი იყო პატარა და არ დაგები ახალ ჯანმრთელებულია, მივიყვანე ბავშვი და ეკითხებიან ხა თანამშრომლები, რომ როგორ ახარ ბაბი და არის ბავშვი გაჩვენებული, არაფერს არ აკეთებს. წამოვედ და ვეკითხები, რომ ბარბარე ხარ რატო არ აკეთებ, რატო უთხარი რომ კარგად ხარ? კითხვა რომ არ კარგად. არა, არ კარგად და რატო უნდა ვიტყო და ის სახტად დავრჩი სხვათაშორის მე პედიატრის ინტერვიუ. წავიკითხე რომ ბავშვს მოაძალებ გამარჯვების თქმასო. ანუ პატარებს. იცით შენ რო ეკითხე, რომ გამარჯვება როგორ გამოიკითხა, ის ამით სწავლობ და არ უნდა აიცულო. ეს ზუსტად იცის იმან კარგად არის და არის ნამდვილად ამბობს და დავფიქრდი სხვათაშორის ამაზე და ნახეთ ემოციის გამოხატვას არ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გონია რომ აი ძალიან დამწუხრებული ვარ, ამიტომ რაღაც ცოტა ვიღიმო. ანუ ვიღიმი შვილი მწუხარე უნდა იყო. ამ დროს თურმე და მართლაც ასე ემოცია უნდა გამოვხატოთ. კარგად ვარ, კარგად უნდა ვიყო და უნდა ვიღიმო. მწუხარება, ეს მწუხარება უნდა მეტყობოდეს. თქმა მინდა რაიმესი ან რაღაც თქვენზე ცოტა ისე სხვანაირად მიფიქრე, ეს უნდა გითხრათ, რომ იცით რაღაც არ მომეწონა თქვენი და იქნებ გამოვასწოროთ ან მე გავიგე სხვანაირად, იმიტომ რომ მე თუ თქვენს მიმართ დამრჩება რაიმე ცუდი გულში, ეს აუცილებლად ჩემს ფსიქომოტორულ მდგომარეობაზე იმოქმედებს და მე მართლა შეიძლება ცოტა გავხდე იმდენად ცუდი რამე. რა თქმა უნდა, აღიარება და გულწრფელობა არის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. აი ამას სწავლობ ბავშვებისგან, იმიტომ რომ ისინი მაშინ იღებენ ზუსტად როცა ეთქებათ. მაშინ იღებიან როცა უნდა იღებოდნენ და ასე რომ ვიზრდებით ჩვენ ბავშვებთან. ხანი გადაცემა არის სტიმული მხარებისთვის, რომელმაც ვერ გადადგა პირველი ნაბიჯი. ვერ შეძლო ბავშვების და ოჯახის მიღმა კარიერა ჰქონოდა. თქვენ დასაჭრით იმ მხარებს, რომელიც ყოფილებენ და შობენ, რომ ბავშვთან ერთად კარიერა რთულია. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მარტივია ამ ცხოვრებაში და მეც რო ხა ზივარ და ვსაუბრობ, მე ზოგი შვილი და დაძინებული დავტოვე, ზოგი აღაღვიძებული დავტოვე, ზოგი მშვიერი დავტოვე და აუცილებლად ყველა მიხედავს თავის თავს. ზედმეტი მზრუნველობა და ყურადღებაც დამოუკიდებლობას აკარგვინებს ჩვენს შვილებს და მე ამას ვიხდი. ამიტომ მივმართავ დედებს და რა თქმა უნდა ჩემ თავსაც, როდესაც ჩვენ რაღაცაზე დავკოლდებით ან ვიჭრით გადაწყვეტილების მიღება, აუცილებლად დღეს უნდა ვიყოთ ეს გადაწყვეტილება აქ და ახლა. რაიმეს გაკეთება გვინდა, შეგვიძლია დავტოვოთ ოჯახი უთხრათშვილებს, რომ აი შვილებო, პური არის, ყველი არის და რაც გინდათ გააკეთეთ, მე ჩემს საქმეზე მივდივარ და აი ხა მე რაღაც უნდა გავაკეთო და უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის აღმოჩენა და რაღაც ახლის აღმოჩენა ისევ თქვენს, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი მომავალი გზის გაყოლაში და განვითარებაში. ამიტომ დედიკოებო, არ შეგეშინდეს, არც სამშვილიანებო, არც ხუთშვილიანებო, არც 10შვილიანებო. ყველა ბავშვს და ზოგადად ჩვენს ადამიანებს სჭირდებათ შემდგარი ადამიანები და უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გავაკეთებს. ამიტომ აი ახლავე, აი ამ წამს მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ რაიმე ოცნება გაქვთ განსახორციელებელი, დაიწყეთ მასზე ფიქრი და ზრუნვა, რომ მომავალი შეუქმნათ. არა მარტო ჩვენ თავს, ჩვენს შვილებსაც. ნებისმიერი დიდი ნაბიჯი პატარა ნაბიჯებიდან იწყება. ამიტომ აუცილებლად გადადგეთ პირველი ნაბიჯი, აუცილებლად დაიწყეთ თქვენს განვითარებაზე მუშაობა და აუცილებლად მიაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ოცნებთ.